ევროპარლამენტმა, ზოგადად კი ევროპამ ბიზინა რუსი, ბიზინა ივანიშვილი რუსული გემის მიმართულებით გაუშვა 300-იანი ქართულადაც და რუსულადაც 300-იანი რუსული გემის მიმართულებით ან 300-იანი სიტყვის მიმართულებით გაუშვა. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი. ეს არის ტაბლომედია და ტაბლომედიაზე ჩემი პროექტი სწორი აზროვნება. მე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ტაბლომედია ზოგადად და ლაიქოთ და თქვენ მოგივათ ჩემი სუბიექტური ანალიზი ერთის მხრივ და მოგივათ ხოლმე შეტყობინებები ობიექტურ მოქალაქეებთან ინტერვიუების ლინკები და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ მოусმინოთ სხვათა ანალიზსაც. ეს არის ტაბლომედია. შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტმა ბიზინა რუსული გემის მიმართულებით 300-იანი სიტყვის მიმართულებით გაუშვა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ევროკავშირმა, უფრო ზუსტად ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მძიმეა რაიმდენად ქართული ოცნებისათვის, რომელიც ამ რეზოლუციამდე შეგნებულად მიდიოდა, არაკეთებდა რა არაფერს ქართული სახელმწიფოსათვის და არაკეთებს რახანია. არამედ ეს რეზოლუცია, მოდი ვიყოთ გულახდილნი, მძიმეა ქართული სახელმწიფოსთვისაც, რამდენადაც ეხება დე-ფაქტო მმართველობას ერთის მხრივ, მაგრამ შეგვეხება მისი ზოგიერთი მუხლი, მისი ზოგიერთი ასპექტი შეგვეხება ჩვენც. დიახ, ერთის მხრივ კარგია, რომ ასე მაგალითად წერია ახალი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობისა და დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობის თაობაზე. მეორეს მხრივ კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებულია ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მესამეს მხრივ კარგია, რომ სანქციები უწესდებათ ოფიციალურ და გავლენიან ოდიოზურ პირებს, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებში მონაწილეობდნენ. მეოთხეს მხრივ კარგია, რომ მართველი ბანდა ჩემის დამატებაა და იქ წერია მართველ ელიტას უცხადებენ ბოიკოტს, თუმცა და ასევე ძალიან კარგია, რომ ევროპარლამენტი არ ცდობს 26 ოქტომბრის არჩევნებს, თუმცა 1-2 ისეთი მუხლიც არის და მე ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას ოდნავ მოგვიანებით, რომლებიც აქ იგითხარით მძიმეა ჩვენთვის. ამ ყველაფერს ქართულმა რუსულმა ოცნებამ უპასუხა თავისი მორიგი ბოდვითი განცხადებით, რომელშიც კვლავ გაამახვილა ყურადღება deep state-ზე და იმაზე, რომ თურმე ჩვენ გვებრძვის deep state-ი. ამაზე მე ჩემის მხრივ აღარაფერს ვიტყვი. ეს არის პოლიტიკური საბჭოს განცხადების ფოტო და ამ განცხადებაში რამდენიმე სიგიჟეა, მორიგი სიგიჟეა ჩვენთვის წარმოდგენილი აი ამ პირების მიერ. ბიზინა ივანიშვილი გასაკვირველია, თავკაცია ყველა ამ განცხადებისა ავტორია რეალურად. მაგრამ მე არ გავამახვილებ ყურადღებას ეხა deep state-ზე, რაზეც რახანია ბოდავს ქართული რუსული ოცნება, მე გავამახვილებ ყურადღებას ერთ წინადადებაზე და ეს წინადადება არის ამგვარი. ჩვენ ამ ბრძოლაში, ამბობს ქართული ოცნება, პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ცხადია, პატრიოტ ევროპელებში კალაძე და კობახიძე და ბიზინა ივანიშვილი და უკან ბექგრაუნდში ვინც არიან ისინი გულისხმობენ პირველ ყოვლისა ვიქტორ ორბანს, მეორე სლოვაკეთის ლიდერს რობერტ ფიცოს და ყველა იმ პირს, რომელსაც აქვს არა თუ მემარჯვენე ეს გასაგებია, არამედ უფრო პრორუსული პოლიტიკა თუ პრორუსული რიტორიკა თუ პრორუსული განწყობები საკუთრივ ევროპის კონტინენტის შიგნით ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში გამორჩეული ამგვარი ლიდერის დასახელება, რომელიც შემჩნეულია პუტინთან თბილ-ტკბილ ურთიერთობებში, კი შეიძლება საფრანგეთში სხვათა შორის აღარ ვლაპარაკობ ხსენებულ ორბანზე, რომელიც გადრჩია და ფიცოზე, სხვებზე არ ვლაპარაკობ გერმანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტიაზე, AfD-ზე და ასე შემდეგ. აქვე მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია ეს მემარჯვენე და უფრო პრორუსული განწყობების პოლიტიკოსების დროებითი აღზევება არის დროებითი საკუთრივ ევროპის სივრცეში. მე მინდა ერთგვარად დაგიანონსოთ, ან გნებავთ ესე ვიტყვი, გითხრათ, რომ კონკრეტულად ორბანს არც თუ კარგი
პერიოდიელი უახლოეს მომავალში, როცა უნგრეთში გაიმართება არჩევნები და გარკვეული ალბათობით, მაღალი ალბათობით მეთქი ასე უნდა მეთქვა, ის ამ არჩევნებში მისი პოლიტიკური ჯგუფი წააგებს. ახლა დამარცხება. ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ამ რეზოლუციაში ჩემი რწმენით, გასაგებია რომ ეს არის ერთის მხრივ, გადავხედოთ მაინც ფურცელს, ეს არის ერთის მხრივ, რა საკვირველია, სანქციები რო უწესდებათ და ჩვენ გვიხარია რომ დაუწესდათ სანქციები რუხაძეს თუ სხვებს დაუწესდათ სანქციები და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის 22 მუხლი, რომლის სკრინით ჩვენ გვაქვს. 22 მუხლში ამ რეზოლუციისა წერია რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს აი ეს არის სკრინი მოუწოდებს ევროკომისიას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადახედოს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას. მე მინდა შეგახსენოთ რომ 2013-2014 წლებში ჩვენ მივახციეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროკავშირთან ურთიერთობაში ეს არის რასაკვირველია უვიზო რეჟიმი შენგენის წევრ 24 სახელმწიფოსთან და პლუს 4 სახელმწიფოსთან და ეს არის ასოცირების ხელშეკრულება რომლის განუყოფელი ნაწილი არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ხო და მე ევროკომისიას მოუწოდებს ევროპარლამენტი რომ გადახედოს ეს ამ შეთანხმებას. ეს იქნება უმძიმესი დარტყმა უამრავი მეწარმისათვის ვინცაც თავისი წარმოებული პროდუქცია გააქვს ევროკავშირში. თეორიულად რომ მოხდეს რომ გადახედვა გულისხმობდეს ან გადახედვის შედეგად შეჩერდეს ან გაუქმდეს, შეჩერდეს. თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება განუყოფელი ნაწილი ევროასოციაციისა, წარმოიდგინეთ რა უბედურ დღეში აღმოჩნდება უამრავი economic cooperation ნახეთ როგორ წერია ბოლოში ეკონომიკური ურთიერთობებიო საქართველოსა და ევროკავშირს შორისო უამრავი მეწარმე საშუალო ბიზნესის ან წვრილი ბიზნესის წარმომადგენლების აღმოჩნდებიან უმძიმეს დღეში, მაგრამ ამაზე უფრო მძიმე არის ის რომ ქართული ოცნება თითქოს შეგნებულად მიაქანებს ამ ქვეყანას იმისკენ რომ ევროკავშირმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე და ეს ძალიან მძიმე ამბავია. ფაქტია რომ ქართული ოცნება ხალატობს თავისივე სლოგანს ასეც საარჩევნო სლოგანი რო იყო ღირსებით, კეთილდღეობით და კიდე რაღაცით ევროკავშირისკენ მივდივართ რა დროშაზეც რომ მქონდათ პანერზეც რომ მქონდათ გამოტანილი ევროკავშირის დროშა ისიც ფრაგმენტულად ამას ღალატობს და რატო გაკეთებს ამას? ეხლა მე გეტყვით რატო გაკეთებს. იმიტომ რომ წმინდა ადგილი, ასე დავარქვათ საქართველოს ერწუს, ცარიელი არ არსებობს და რუსული ოცნება, ანუ ქართულ-რუსული ოცნება, ქართულ-გვარიანი რუსების ოცნება ემზადება, რომ როგორც კი ევროკავშირი ან დასავლეთი თავისით იტყვის უარს არ შემდგარ სახელმწიფო საქართველოსთან ურთიერთობაზე, ხისიერად დაპატიჟოს, მოიწვიოს, კიდევ უფრო მეტად შემოიყვანოს პირველი რუსეთი და საკვირველია, მეორე ჩინეთი და მესამე არაბული ქვეყნები თუ გნებავთ ესე ვიტყვი და მეოთხე ირანი ან მესამე ირანი და მეოთხე არაბული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. გაუვა თუ არა ეს ივანიშვილს ეს ტრიუკი კომბინაცია ღმერთმა უწყის, იმიტომ რომ პირველ რიგში ინვესტიციების ჩასხმაც შეიძლება ვერ მოესწროს ამასობაში, მაგრამ ჩანაფიქრი კი ბიზინა ივანიშვილს რასაკვირველია აქვს ამგვარი რომ ეს წმინდა ადგილი საქართველოს დაიკავოს ჩინურმა, რუსულმა, ჩინურმა, ირანულმა და ახლო აღმოსავლეთის არც თუ დემოკრატიული ან ნახევრად დემოკრატიული ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში და იქით კიდე რასაკვირველია არადემოკრატიული რეჟიმებმა და მათმა ბიზნესებმა. რა სუპირისპირებთ ამას ჩვენ? რას ვუპირისპირებთ იმას, რომ ჩვენ შეიძლება წაგმართვან უვიზო რეჟიმი მოქალაქეებსაც, ამიტომ არის ეს რეზოლუცია მძიმე ჩვენთვისაც და არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის და მოქალაქეები რას ვუპირისპირებთ ამას? პროტესტს, ხორუმის პროტესტს, ცეკვით პროტესტს, მშვიდობიანს პროტესტს, უკიდურესად მშვიდობიანს და ასეც უნდა გაგრძელდეს, აბა რა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი იმედიც მეორე მხრივ, რომ უკვე სამომავლო გარდაუვალი შეხვედრისას, რომელიც გაიმართება ტრამპსა და პუტინს შორის, პუტინი კი დაადებს თავის მარჯვენა ტორს თუ სადა აქტორი პატარა
ხელუკას საქართველოს და კავკასიას და იტყვის რომ ეს არის ჩემი სივრცეო, ეს არის ჩემი გავლენის სფერო, მაგრამ ტრამპი ესე გავაკეთებ რომ კარგად იყოს წარმოჩენილი, ჩაარტყავს მას ხელში და არა, საქართველო არის ამერიკის გავლენის სფერო. არ არის ეს ვთქვათ არგუმენტ მოკლებული იმედი, იმიტომ რომ იცით თქვენ 2016-დან 2020 წლამდე და საარჩევნო პერიოდშიც ახლა 2024 წელს ტრამპი ხშირად აფიქსირებდა ანტიჩინურ ანტიირანულ, შეგდებულად ვამბობ ამ თანმიმდევრობით და ერთგვარად ანტირუსულ პოლიტიკასაც კი, თუმცა მე პირადად არ გამოვრიცხავ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მიზეზთა გამო და ყველა სიტყვას მაქსიმალურად დაწონილად ვამბობ, საქართველოს და შესაბამისად მთლიანად კავკასიის რეგიონი დარჩეს რუსული გავლენის სფეროში ახალი გადანაწილების, თუ ასეთი გადანაწილება იქნება ახალი გადანაწილების შემთხვევაში. რა უპირისპირებთ ამას ჩვენ ხო შანს დაკარგული ქვეყანა ვიქნებით ამ შემთხვევაში, რომელსაც შეეძლო სხვათა შორის ადეკვატური ხელისუფლება რომ ყოლოდა, ადეკვატური და კანონიერი ხელისუფლება რომ ყოლოდა, რომ აი ამ გვარი შესაძლებლობისთანავე ჩვენ შეგვეძლო დაგვესაბუთებინა ცივილიზებული სამყაროსათვის, რომ ჩვენც ვართ ღირსნი ვიყოთ ევროატლანტიკური და ევროპული სივრცის ნაწილი და ამას არ ასაბუთებს და ვერც ასაბუთებს და ასაბუთებს ქართული ოცნება და არც ასაბუთებს, აი ამასობაში რა არის ჩვენი იარაღი. მშვიდობიანი პროტესტი, აკიკებს არით მე ბევრჯერ. და მშვიდობიანი პროტესტი რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რუსეთს, რომელსაც ასაკვირველია საბაბი არ სჭირდება აქ შემოსაჭრელად, არ მიეცეს ფორმალისტურ ქაღალდზე დაწერილ რიტორიკული საბაბი იმისთვის რომ შემოიჭრას საქართველოში, თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ბრუტალურ რევოლუციას მოვახდენთ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც ვერც მოვახერხებთ, იმიტომ რომ ძალა როგორც ასეთი არ აქვს. მაგრამ რომც გქონდეს და რომც მოგვეხერხებინა ამგვარი რამე, ამაზე არ უნდა წავსულიყავით, იმიტომ რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ბრუტალურად შემოიჭრება და იტყვის იმას, რაც თქვა მაგალითად 2014 წელთან იმართებაში უკრაინასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იქ სახელმწიფო გადატრიალება იყო, იანუკოვიჩი გააგდესო და ამის შემდეგ რევოლუციის მოხერხების რევოლუციას გულისხმობს, მოვიდა რუსული ძალაო. ჩვენ ამგვარი მიზეზით უნდა მივცეთ მას, მაგრამ შედეგიანი იქნება კი ჩვენი მშვიდობიანი რევოლუცია. მე ამ კითხვას ღიად დავტოვებ და თქვენ მაყურებელს მოგიწოდებთ, პირველ რიგში რასაკვირველია გამოიწერეთ ჩემი არხი ტაბლო მედია, მოიწონეთ ესა თუ ის ვიდეო და აკომენტარეთ, მაგრამ ამაზე მიპასუხეთ. მშვიდობიანი ჩვენი რევოლუცია შედეგიანი იქნება კი და აქვე დაამატეთ. გვაქვს კი ძალა, რომ არა მშვიდობიანად შეუპირისპირდეთ ქართულ-რუსულ ხელისუფლებას, ანუ ბიზნე ივანიშვილის რეჟიმს. არადა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ. 2030 წელი გვინდა არ გვინდა არის ევროკავშირის გაფართოების წელი. ამ გაფართოების დალღაში უკრაინა ნამდვილად და მოლდოვაც მაღალი ალბათობით მოხდება, თუნდაც გადარჩენილი უკრაინა ტერიტორიები დაკარგული რასაკვირველია დროებით, ეს არის ევროპის ნება. თუ უკრაინა ხდება და უზარმაზარი სისხლის ფასი აქვს გაღებული და ამის შედეგად ხდება და თუ მოლდოვაც ხდება, ჩვენ სადღა ვიქნებით ამასობაში. მეორეს მხრივ ხა ლოგიკა იმის თაობაზე, რომ ჩვენგან ბელარუსიზაცი არ გამოვა, ჩვენი სახელმწიფოს ვერ გააკეთებს რუსეთი კავკასიის ბელარუსად, ლოგიკური მსჯელობა. მესამეს მხრივ მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აი კონგრესმენები, განსაკუთრებით სენატორები და კონგრესმენები აქტიურობენ საქართველოსთან მიმართებაში და შეერთებული შტატებიც არ მიგვატოვებს ტრამპის ადმინისტრაცია და კონგრესმენებს ვეყრდნობით, ხო ჯერჯერობით ჩვენ. ესეც ლოგიკური მსჯელობა. სხვათა შორის უკრაინასაც მიატოვებს თუ არა, გავრცელებული აზრია, რომ აი რაღაც მიატოვებს. ესეც კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ თუ რუსეთს შერჩა ჩადენილი დანაშაულები, ეს ბარემ ვიტყვი, ეს ხსნის ერთგვარად სხვა სივრცეებს აგრესიებისათვის, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის შესაძლო აგრესიას სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეისა, რომელიც წაქეზებული იქნება ჩინეთის მიერ. თავად ჩინეთში ტაივანის პრობლემა, ხო? თუ რუსეთს შერჩა, თუ რუსეთს ეპატიება
უკრაინის ტერიტორიების თუნდაც ნაწილის დაპყრობა, მათობას არ უნდა ეპატიებოდეს რომელიმე არადემოკრატიულ სხვა ქვეყანას ძალით საზღვრების შეცვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იმედი მაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ამ კუთხითაც მსჯელობენ, თუმცა რასაკვირველია ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი განცხადება და პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა, ასე მაგალითად პენტაგონს რომ შეუტია, ან CIA-ს რომ შეუტია, ან USA-ს რომ შეუტია და ასე შემდეგ ტრამპის პოლიტიკა ეგრეთ წოდებული deep state-ის დამარცხების თაობაზე რასაკვირველია კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფცია არ იყო, რასაკვირველია კი არა ალბათ იყო, მოდი ვიტყვი ასე, მაგრამ მთლიანად მორღვევა უსაფრთხოების სისტემებისა და საგარეო პოლიტიკისა იქნება მწვანე შუქის ანთება არადემოკრატიული სახელმწიფოებისათვის. აქვე ვიტყვი. კვლავ დაუბრუნდები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებულია ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუ ჩვენ კრიზისს შევქმნით და ქართულ ოცნებას სხვა გამოსავალი არ ექნება გარდა იმისა, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, ან წავიდეს, ჩამოიშალოს თავიდან ბოლომდე თვითონ, მაშინ სწორედ სალომე ზურაბიშვილი ნიშნავს ახალ არჩევნებს, შესაძლოა თავად არც მონაწილეობს, მაგრამ უკვე ქართული ოცნების გარეშე დარჩენილ პოლიტიკურ სპექტრში ბუნებრივია იქნება უფრო მეტი კონკურენცია, უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია, ვიდრე იყო 26 ოქტომბრამდე. ახლა კონკურენცია რო არ არის, ეს შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ეს გასაგებია, იმიტომ რომ უკლებრივ ყველასთვის თავარი მტერი, თავარი მოწინააღმდეგე არის რუსული, ქართული ოცნება. წერტილდასმული ამბავია ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების ურთიერთობის გამოსწორება, გაუმჯობესება ევროპასთან იმ რეზოლუციით, ამ რეზოლუციით, რომელსაც აღარასოდეს შეცვლის ევროკავშირი ევროპარლამენტის დონეზე, რასაკვირველია და მაღალი ალბათ ან გარკვეული ალბათობით ევროკომისიის შემდგომი გადაწყვეტილებებიც ადასტურებს იმას, რომ შავმა კატამ გაირბინა ივანიშვილსა და ევროპას შორის ევროსაბჭოს დასახელებად შეიძლება, ევროპის საბჭოს დასახელებად შეიძლება ამ კონტექსტში. ახლა რაც შვებით ჩვენ. ამაზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა და ვიტყვი ბარი. რაც შვებით ჩვენ გავართ უწყვეტად და ჩვენ გავართ ჯიუტად და გამოგაზაფხულდება ახლა და გამიდების გამოსწორდება და უნდა ვიდიქეთ. ანუ ეს რუსთაველი უნდა გადავრუსთაველი და სხვა სივრცეები უნდა გადავკეტოთ ყოველდღიურად. ოცნება გაამკაცნებს რეპრესიებს, ბარემ ვიტყვი ამას. ანუ 5-5000 ლარიანი ჯარება მეტ ადამიანს მიუვა და რაც მეც მიუვა, მით მეტი არ გადაიხდის. მოდი ესე ვიტყვი. არ დაემორჩილება და გაიჭედება სისტემა, იქ ურავი რამე იწერება, შეგიძლიათ ჩახედოთ მცოდნე ადამიანების საჯარო სტატუს პოსტებს და ისინი საუკეთესოდ ხსნიან რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა, მაშინ როდესაც მიუვათ თვითარი 5000 ლარის შეტყობინება 5000 ლარის გადახდის თაობაზე, ან ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ამისა ჩვენ დგავართ ესე ვიტყვი, უკეთეს დროებამდე. ანუ მინიმუმ დგავართ, ნახეთ როგორ ძალიან მინიმალისტურ ვადებს მოვფარგლავ. მინიმუმ დგავართ იქამდე ვიდრე ჩვენ ვიგრძნობთ ამას, ვიდრე ტრამპისა და პუტინის პირველი, მეორე ან მე-17 შეხვედრა არ გაიმართება და პირველი სიგნალები არ წამოვა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო ჩამონათ, საგარეო პრიორიტეტთა ჩამონათ, რასაკვირველია მე-20 ადგილზე არ მე-19, 21 ადგილზე. მაგრამ ეს სიგნალები მაინც იქნება, ვიგრძნობთ მეტი. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ სიტყვას ვიხმარ გადაგვაგდებს შეერთებული შტატები, რაშიც მე ეჭვება გულახდილად გეტყვით ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთს დაუტოვებენ სივრცედ, საქართველოს დაუტოვებენ, ჩაუტოვებენ გასაკონტროლებელ სივრცედ, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ დგომა, ეს იქნება ერთგვარი განწირული სულისკვეთება, თუ გნებობთ ესე ვიტყვი, მაგრამ განწირული სულისკვეთებაგან არ იყო 1998 წელს ნოემბრის თვეში, როდესაც მოშიმშილეები იყვნენ და ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2 წელიწადში დაინგრევოდა საბჭოთა კავშირი. 4 წელიწადში თუ ტრამპი მაინც და მაინც ესეთი რუსეთისთვის სასარგებლო იქნება, თუ იქნება ისიც, 4 წელიწადში ტრამპი როგორც ასეთი არ იქნება და ჩვენ გარკვეული ალბათობით, ან გარკვეულზე მაღალი ალბათობით გვეყოლება მეტი საფორთერი მომავალი ადმინისტრაციის სახით, თუ მაინც და მაინც ტრამპი ესეთი კოლაბორანტი იქნება რუსეთთან და ჩაგვაბარებს. რასაკვირველია რუსეთი ბევრ რამეს მოასწრებს ამ 4 წელიწადში, ხა ილუზიების ხეობაში არავინ არ ავარ. რასაკვირველია ბევრი ჩვენგანის გადაწყვეტილება
წასვლის თაობაზე ქვეყნიდან არგუმენტირებული და ლოგიკური იქნება. ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი და გასიგრძე განებული მაგ და ხვდები. მაგრამ აბა სხვა რა გზა გვექნება, რომ ეს კითხვა მაქვს. აქვე გავიხსენებ იმას, რასაც ხშირად ვიხსენებ. უკრაინას უარი უთხრეს დამოუკიდებლობაზე 1991 წელს. დამოუკიდებლობის აღიარებას შეერთებული შტატებიდან უთხრეს უარი. პრეზიდენტი ბუში ჩავიდა, ბევრჯერ გამიხსენებია და ახლაც ვიტყვი, უკრაინის რადაშიც გამოვიდა, კიევში ჩავიდა, უკრაინის რადაშიც გამოვიდა, იქ წარმოთქვა chicken speech, ესეთი ცნობილი სიტყვა, სადაც უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაჰყოლოდნენ პერესტროიკა გარდაქმნა გლასნოსტის გორბაჩოვისეულ პოლიტიკას და ერთიან საბჭოთა კავშირში დარჩენილი იყვნენ იქ არ გვახსენებს ვიარ გამსახურდიას ბუში უფროსი მაგრამ ამბობს რომ სეპარატული გზით თუ არ ვცდები ეს სიტყვა ამ სიტყვას ხმარობს სეპარატიზმის გზით არ უნდა წახვიდეთ როგორც ზოგიერთები მიდიანო ეს ცნობილი სიტყვა წავიდა ბუში უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა აგვისტოს მიწურულს ეს მოხდა აგვისტოს დასაწყისში აგვისტოს მიწურულს უკრაინამ დამოუკიდებლობა მაინც გამოაცხადა მე იქ მოხდა ამასობაში მოხდა მოსკოვში პუტჩი და უკრაინას ჰქონდა ძალიან სწორი პოზიცია ამ პუტჩის დროს და მე უკვე უკრაინულმა დიასპორამ იმხანად ის უკვე არსებობდა შეერთებულ შტატებში დაბომბა თეთრი სახე წერილები ნოემბრის არ მინდა შემეშალოს 19-ში თუ არ ვცდები ბუშმა უფროსმა მიიღო უკრაინის დიასპორის წარმომადგენლები და უთხრა დაახლოებით შემდეგი სიტყვები 19 ნოემბერია წარმოიდგინეთ 18 ან 19 არ მეშლება ეუნება რომ თქვენთანო დეკემბრის დასაწყისშიო 1 დეკემბერს თუ არ ვცდები არისო რეფერენდუმი თუ რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე ტარდებოდა ცხადია ხო დონბასის ჩაწვის პირების ჩაწვა თუ რეფერენდუმზე უკრაინელი ხალხი განაცხადებს რომ მას უნდა დამოუკიდებელი უკრაინა მაშინ შეერთებული შტატები აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას ძალიან გაუბრაზდა შემოსწრა გორბაჩოვი ნოემბერშივე პრეზიდენტ ბუშს უფროს რომელთანაც მეგობრობდა იმიტომ რომ ერთგვარად პირობა ჰქონდა მიცემული ბუშს რომ საბჭოთა კავშირის დაშლისაკენ კი აღარ წაიყვანდა დასავლეთი და შეერთებული შტატების საქმეს მაგრამ 1 დეკემბერს 2 დეკემბერს მართლაც უკრაინულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობა გამოცხადებულმა სხვათა შორის უკვე ჩვენთან ხო პირიქით მოხდა 21 მარტის რეფერენდუმი და მე-9 აპრილი იქ მოხდა სხვაგვარად ჯერ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგვისტოს მიწურულს და მერე ჩაატარეს რეფერენდუმი მისახმა დამოუკიდებლობას მთელი უკრაინის მასშტაბით ასევე არ მეშლება 3 ან 4 მაქსიმუმ იანვარს შეერთებულმა შტატებმა აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა აქვე ვიტყვი რომ იმხანად უკვე დაშლილი იყო საბჭოთა კავშირი როგორც ქვეყანა გამოცხადებული იყო ის რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა ხო და ახლა მე კითხვა მაქვს ამგვარი ხო ჩვენ მოდის ვიხდი აქვე ვიტყვი რომ 25 დეკემბერს აღიარეს გაგანია თბილისის ომი კი არა გადატრიალება რომ მიდიოდა ხაინდრავებისა და კიტოვანების მიერ მოწყობილი 25 დეკემბერს აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. გამსახურდია იყო პრეზიდენტი. ასე რომ რატო ვამბობ ამ ყველაფერს, რატო გიყვებით? ჩვენი ბრძოლა თუ იქნება მუდმივი, ჩვენ გავიმარჯვებთ. როგორც კი ბრძოლა შეწყდება და სრულდება ობიექტურ მიზეზთა გამო, ჩვენი სახელმწიფო დამარცხდება. ჩვენს ბრძოლას უხეშად 5 კაცის ბრძოლას ასაკულე მეც გულიც მე ეთმა უნდა იბრძოლოს მაგრამ უხეშად 5 კაცის ბრძოლასაც კი აზრი აქვს იმიტომ რომ ოკეან გაღმიდან ჩვენს ბრძოლას დაინახავთ ადრე სულ დახუჭოს თვალები ტრამპმა თუ გვიან ეს ყველაზე უარესად სცენარის განვითარების შემთხვევაში ანუ თუ გვაბარებს ამ თაბითვე ამერიკა რუსეთს უტოვებს კავკასიის რეგიონს რაშიც მეეჭვმეპარება ჩავის ზღვის რეგიონს ეჭვმეპარება ცხადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარ სიტყვას ვიტყვი ახლა. წერტილდასმული ამბავია ბიზნა ივანიშვილი საქართველოს ისტორიისათვის, საქართველოს ისტორიაში. სამარცხვინო დაასრულებს ის კარიერას, ცხოვრებას კარიერას. მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დღევანდელობაშიც გავცით მას
პასუხი. და უნდა უთხრათ ამგვარი რამ, რაც ევროპამ და ევროპარლამენტმა მას უთხრეს უკვე. რუსული გემის მიმართულებით წასულხარ. 300-იანი სიტყვის მიმართულებით წასულხარ. ბორინგა რუსებისთვის დარაგოი, ხოლო ჩვენთვის კი არაძვირფასო და ქვეყნის რეალურ მტერო ადამიანო. ნახვამდის.